ინფლუენსერამდე ის ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ პოპულარულ საშუალებას წარმოადგენდა. უძველეს აფრიკულ ტომებში მას ძალაუფლების გამოსახატავადაც იყენებდნენ. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალების შესრულებისას იყო. სხეულის ხელოვნება იგივე ბოდი-არტი მსოფლიომ საუკუნეების წინ დაამკვიდრა და ზოგიერთი ერების შემთხვევაში ტრადიციად აქცია. ბოდი-არტს საქართველოში არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი ქართველი ხელოვანის დაინტერესება გამოიწვია. მე ერთ-ერთი მათგანი შევარჩიე, ეს არის ადამიანი, რომლის ბოდი-არტით დაინტერესებაც ძალიან სახალისო ისტორიას უკავშირდება. მე სრულიად შემთხვევით ნინოს და მისი მეგობრების გამოფენაზე აღმოჩნდი, ამიტომ ჯერ დავათვალიეროთ გამოფენა. ჯგუფელებთან ერთად ვიყავით სიღნაღში. ისე მოხდა, რომ რამოდენიმე დღით ვიყავით და ფული გაგვითავდა. და აკადემიის სტუდენტები ვართ, ყველანი საღებავი ყოველთვის გვიყრია ჩანთაში და გადავწყვიტეთ, ასე ვთქვათ, ფული გაგვაკეთებინა ბავშვობის მოხატვით სახეზე. გავაკეთეთ პატარა პლაკატი, თვითონ ახაც დავადით 50 თეთრი და თქვენ წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 1 საათში შევკრიფეთ საკმაოდ დიდი რაოდენობა თანხის. და ეს იყო დასაწყისი. ჩემს ნატურაზე ხატვა არის უფრო საინტერესო ვიდრე ტილოზე ან ფურცელზე. გავერთე ბავშვობის გახსენებით და აქაურობის დათვალიერებით, რომ თავარი საქმე დამავიწყდა. მოდი ნახოთ, როგორ ხატავენ ბავშვებს სახეზე. გამარჯობა. რა ხდება თქვენთან მოხატვა? 3 ლარი. და რა მასალით ხატავთ? არის სპეციალური საღებავი ბავშვის სახეზე მოსახატი და ბავშვებსაც უყურებთ. საღებავი მიიღო ამ 2 დღის განმავლობაში ჩემმა კანონამ ერთადერთი იდეა, რაც ახლა მიჩნდება სასწრაფო დერმატოლოგთან გავიგო ერთხელ და სამუდამოდ რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი. ალბათ უნდა გავასწავლოთ, რაც არის ტატუაჟი, რომელიც ეს ცალკე თემა. აქ ეს უკვე ინვაზიური მეთოდი არის სხეულის განზე დატანება სხვადასხვა საღებავის, რომელიც ეს ინვაზიური მეთოდი გამოიყენება როგორც სამკურნალო მიზნითაც ხოლმე და თქვათ რაღაც ნაკლოვანებების შესავსებად, ასევე რაღაც ნახატების დასატანად განზე და ჩვეულებრივ ბოდი-არტი, რომელიც არის ბავშვებიც ხატავენ და ისეთ საღებავი, რომელიც არ შედის ინვაზიურ მეთოდებში და არ ჭირდება ნემსით და კანის თლიანობის დარღვევა და შეყვანა ამ საღებავით. მაგრამ ყველაფერში არის ზომა გასათვალისწინებელი და სიფრთხილე ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ. ამიტომ ყოველთვის ჯობია, რომ თქვათ ჯერ პატარ თუ ბავშვს რამე ალერგიული გამოვლინება აქვს კანზე, ძალიან დიდი სიფრთხილით გამოიყენა. და ნებისმიერი გაღიზიანების შემთხვევაში მიმართოს ექიმს. მოკლედ დერმატოლოგთან საუბარმა ძალიან დამამშვიდა და ცოტა გამათამამა კიდეც. როგორც აღმოჩნდა, თუ ალერგიული რეაქციები არ გვაქვს და მე არ მაქვს, შეგვიძლია ნებისმიერი რამე გავიკეთოთ სხეულზე, მათ შორის ტატუირებაც კი. სხვა შორის ტატუს გაკეთებაც ძალიან მინდა და როგორც ვიცი, სწორედ ახლა მიქსერის სტუდიაში იმყოფება ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივ ტატუებს აკეთებს და მე ხო პირდაპირ იქ მივდივარ. და სტუდიაში იმყოფება ნუკა ორჯონიკიძეც უკვე თავად თავისი ნებით და ანდრეი ტატუ მასტერი, ხო ეს მასტერები რო ქვიათ ოსტატი. და ნუკა რა ტატუს იკეთებ? იცი რა, თან მაქვს მე ფოტო, სად გვაქვს? აი შეგვიძლია ვაჩვენოთ მაყურებელს საით რომელ კამერაში, აი ვაჩვენოთ მაყურებელს. მე ზვაურის ტატუ ხო არა პირები? ხო, ღუზა გადავწყვიტე. ძალიან ბევრი წელია მინდა. იცი რა არის, როგორც ვიცი, რაღაც თავის პირდაპირი დანიშნულებიდან გამომდინარე, რაღაცა სიმყარესთან, სიძლიერესთან, თუ ცოტა უფრო გავაადამიანურებთ,
სტაბილურობასთან ასოცირდება, მაგრამ ამიტომ არ ვიკეთებ ნამდვილად რაღაცა. ხო, ზე ზღვა მაინც რაღაცა ტატუ რუჟთან და ეს რაღაცებთან ასოცირდება ჩემთვის და ამიტომაც გადავწყვიტე რომ გუზა გავიკეთე ძალიან მეშინია. მცირე მოცულობის სტატუს გაკეთებას რამდენი ხანი ჭირდება? მე დამჭირდება 1-2 წუთი მაქსიმუმ. 2 წუთი. 2 წუთი? შენ ნამდვილი მასტერი ხარ. კეთილი დაიწყე და მე რო ვისაუბრო. აი, ესე უკვე რო შეგიშვით ხელს გითხავთ. კი ბატონო, შემიძლია აუხსნა. მე მგონი ცოტა ნერვიულობს, როგორ და როგორ იწყობა თვითონ აპარატი, ანუ ყველაფერი უნდა იყოს ერთჯერადი, პლასმასის ნასადგები და ნემსი რა თქმა უნდა, კლიენტის თვალწინ უნდა გაიხსნას, ესეც ერთჯერადი თავისთავად. და ყველა საღებავი რაც ისხება, უნდა ჩაასხათ, ანუ ერთჯერად რეზერვუარში. ასე რომ არანაირი საშიშროება არ არის იმისი, რომ რაღაცა დავარდება, გადავიდეს იმიტომ. ყველაფერი არის სუფთა. ალბათ არასდროს ჩემინებით ესე არ მივიდოდი და არ გავიკეთებდი, სხვა შორის მაქვს ერთი პატარა ტატუ, რომელიც აი ესე შემთხვევით მოხდი გადაღებაზე, რაღაცა თავისუფალი დრო მქონდა, ის შემთხვევით გამეკეთა, შეიძლება ესე ითქვას და ეხაც ესე გამოვიდა, რაღაცა ყველაზე გამბედავი აღმოჩნდი ჩვენ ჯგუფის შორის, რომელიც შემოვიდა სტუდიაში და ძალიან ნერვიულობ და წყალს თუ დამალევინებ, ალექ ძალიან გამიხარდება. ანუ რატო ნერვიულობ რომ მე მოგბეზდება და აღარ მოგინდება თუ ტკივილის გეშინია თუ ტკივილის მეშინია, როგორც ყოველთვის და აი ეს ხმა ისე მოქმედებს ჩემზე რომ გული მისკდებს. ისე ამბობენ რომ ეს სტატუსს თუ გაიკეთებ მე კიდევ მეტი და კიდევ მეტი და არიან ადამიანები რომლებიც მოვიდა უკვე. ეს აი სწორედ ერთი ესეთი ადამიანი შემოგვემატა რომელსაც ძალიან ბევრი ტატუ აქვს. რომელსაც აშკარად არ ეშინია არც ხმის და არც ტკივილის, იმიტომ რომ თან საკმაოდ ისეთი შეფერადებული ტატუ აქვს. ვადო. ამდენი ხანია გიცნობ და საერთოდ არ ვიცოდი ამდენი ტატუ თქო. ეს არ მქონდა და იმიტომ. აქ მქონდა სხვა ტატუ, რომელიც ძალიან სულად დამახატა, ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ტატუიროვში ყო და დავმარხე მალევიჩის კვადრატის ქვეშ. სადამ მალევიჩის კვადრატი? ძალიან გამბედავი ყოფილა. ნუ ხუმრო პარადი მალევიჩის კვადრატი, მაგრამ დავმალე ამის ქვეშ. მაგრამ დასამთავრებელია, იმიტომ რომ ვიკეთებდი, მაშინ ხელი მოვიტეხე და მე გიფსი მედო და აი დღეს მივდივარ დასამთავრებლად. ბრასლეტები მაქვს გასაფერადებელი, აქ კიდე ერთი დასამატებელი და აქეთ სამკუთხედები. აი ონკანი. ვადო და ჩვენ საუბრობდით რომ ამ სტატუს გაკეთებას აქვს რაღაცა ნარკოტიკული დამოკიდებულების გავსი, ანუ უფრო და უფრო მეტი უნდა და ეს მართლაც ასეა? რამოდენიმე დიდ ქალაქში უკვე გახსნეს სტატუების რეაბილიტაციის ცენტრი და იქ მიდიხარ და უნდა გადააგდო ეს დამოკიდებულება სტატუებს და ეგრეა. და ადგილი თუ აღარ დაგჭე, მე გადააგდე და იყავი. ხო, არიან, კი, ძალიან ბევრი არიან. ანუ ეხლა რაღაც სტატუს პეიჯი მაქვს დალაიქებული, დღეს რომ მოვდიოდი, ზუსტად დილით ნახე, რომ ტიპი არის თავიდან ბოლომდე დახატული და სურათი არის, აი 99% დაფარული მაქვს და კიდე მინდა რომ დავიხატო და ადგილი იცი, მე მგონია, რომ აი რაც ხილულია და მით უმეტეს აი ამ ხელად ცოტა მოსაბეზრებელია რა. არა. არა. პირიქით, ანუ აი რაც უფრო მეტი რო გადის, უფრო და უფრო გიყვარდება ეჩვევი და მე რაღაც ამაგი გაქვს რაღაც. ანდრეა, ესეთი მთელი სხეული რომ მოგეხატოს, ესეთ შემთხვევა თუ გქონია? კი. ოღონდ აქ საქართველოში არა, სტამბულში როცა მუშაობდი, გოგოს მოუხატე ორი ხელი მთლიანად და მთლიანად უკერდი და მე სლივები? ხო, ორი სლივი და მთლიანად უკერდი და მე სახეზე თუ მოსულან, სახეზე გაკეთების სულ. სახეზე, ნუ იშვიათად, მაგრამ დამიხატე 1-2 ჯერ. ცრემლები დაგიხატა? ცრემლები არა, აი აქ რაღაც ნიშნები წარწერები. არა, ცრემლი არის, თუ შევსებული არ არის, ესე იგი ვიღაცის მოკლა გინდა და რო შეავსებ, ესე იგი მოკალი და რა თქმა. უი, ახლა გამახსენდა ის ფილმი, რაიან გოსლინგი რო თამაშობს, თუ გაქვთ ნახე აქ რო ეს ცრემლის სტატუ აქვს. ო. და ახლა უნდა გავიხსენო. რა ქვია არ მახსოვს არც. ბაიკერი რო არის, შეიძლება დავიწყოთ. მაგრამ ერთ შემთხვევაში არ არის საშიში მკერდზე ამდენი, რა ვიცი, საღებავი ამ ზეწოლა. ხო, მაგ დროს ძალიან დიდ პასუხისგებლობას იღებს საკუთარ თავზე ალბათ არა თუ პრინციპში, ანუ ძალიან დიდათაც არ ზიანდება თუ ნორმალური მანქანით მუშაობ და თუ პროფესიონალი ხარ, ისე დონეზე არ შეყავს ნემსი რომ დააზიანო კანი და დარჩეს რამე შრამი. ანუ ეს ძალიან ზედაპირულად კეთდება და პრინციპში საერთოდ კანი არ ზიანდება. თუ ნორმალურად პრინციპში თქვენ თუ უყურეთ ჩემს სიუჟეტს, დერმატოლოგიც ძალიან ისე განმარტავს, რომ არ არის საშიში, თუ არ არის ზოგადად კანი ალერგიული საღებავების და მსგავსი რაღაცების მიმართ, ესე დამაზიანებელი არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ არ შედის ისეთ სიღრმეზე, რომ კანი დააზიანოს. ეხლა როგორ შეგრძნება მაგ ბავშვობაში 10-რაზე რომ მიყავთ ხოლმე ბავშვი მშობლებს და რომ ელაპარაკებიან რომ იმ დროს გაუკეთო ნაცარი. მითხარი? ხუზას. რატო?
უკვე ვიწყებთ? თუ არ შემეცირადად ვიზუალურ მხარეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ისეთ კონცეპტუალურს, კი. იცი არის, მე ხა პირდაპირ მნიშვნელობით ვიღაცა რომ მკითხოს რატო გახატია ხუზე ძლიერი ქალი ვარ თქო არ უპასუხებ ნამდვილად. უბრალოდ რაღაცა რატო გემივით ქალი ვარ თქო არა? არა, გემივით ქალი ვარსაც არ ვიტყვი ნამდვილად. ანდრეა, ეს შენი ხელები შენივე შემოქმედება, მაპატი გაგაწყვეტინა. მე აქ არ დამიხატე, ანუ რაღაცეები დავიხატე ადრე ამ ხელზე და ეს ხელი საზღვარგარეთ არის მოხატული. ნახევარი თურქეთში, ნახევარი კიევში. რაღაცა შინაარს ატარებს ალბათ. კი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი შინაარსი აქვს ჩემთვის პირადად და მთლიანი სიუჟეტია. ანუ მაგაზე შეგვიძლია დიდი ხანი ვისაუბროთ. ერთი სიტყვით სამყაროს ყველა ნაწილი ანუ უფრო ბიბლიური თემაა. მაგაზე მე შეიძლება ვილაპარაკო. ისე ვინც ესე თავის სტატუებს რაღაცა ცხოვრების მომენტებს უკავშირებს, შეიძლება მთელ ხელზე მე მთელი მისი ბიოგრაფია იყოს, არა? მაგას მიშო. არაფერია. რადგან ჭირდება ეს შენი გამხნევება. პირველად იკეთებ? არა, პირველად არ ვიკეთებ, მაგრამ მაინც ჭირდება შენი გამხნევება. თან 2 წუთში გავაკეთე. რა მოსატანია ხა ეს შენ ტატუები? როგორ გაუძე? აი, ახლა პირველი უნდა მოდუნდე და არ შემიძლია. აუ, პირველი ტატუ იყო ჩემი ყველაზე ცუდი ექსპერიმენტი, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია. 14 წლის ვიყავი მეგობართან სახლში. ეს კუსტარულად. ხო, მარტომაც ხო სადღაც ნახა, რომ პასტაში შეიძლება ბატარეიკებიანი მანქანის მატორისგან აწყობა სადგისით თუ რაღაცით ტატუს მანქანი და 14 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ვარ ძალიან ამაღლებული და ინტერნეტში ვიპოვე აცტეკების შამანების ამაღლების სიმბოლო და ბეჭიდან ბეჭამდე დავიხატე. აი ეს დიდად სიმბოლო. გავწამდი. ყველაზე ცუდი 10 საათი იყო ალბათ ჩემ ცხოვრებაში და კარგად დამთავრდა. არა, გავიზარდე და ეხლა მაგ ტანგასავით შუაში წავიდა და რაღაცა უნდა უშუალო გადასაკეთებელი. ნუკა საერთოდ არ გივა. ხო არა? ნუკა ამაზე ეცი რა მახსენდება? ჰანტერ ტომპსონია. თუ გაგრძელდება გავუძლებ. მაგრამ არა, სხვათა შორის წარა. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ყველაფერზე გამოვიდა რაღაცა გაყუჩება, გაბუჟება, რაღაც ეს საშუალება და ტატუს არაფერი არ აყუჩებს? სტომატოლოგების ის რო არის, მისასხურებელი. ხო, აი რაღაც ან რაღაცა მალა. ანდრე, იცი რა მაინტერესებს? თითქმის ყველა ვინც აკეთებს ტატუს თან აშორებს კიდეც ყოველ შემთხვევაში ყველა სალონში გვხდება ეს რომ ვაკეთებ ვაშორებ. არა, მაგრამ მე მაინტერესებს გავიგე საკმაოდ სანდო ადამიანებისგან რომ ბოლომდე ტატუს მოშორება ესე არ არსებობს. ანუ რაღაცა ნაიარევი იმ ადგილას ეგრეთ წოდებული შრამი მაინც რჩება და არის აი შესაძლებელია რომ მოვიშორო ტატუ და მქონდეს თითქოს არ მქონია ისე იყოს კანი. არის შესაძლებელი? სტუდიაში მე ვაშორებ ისეთ სპეციალური ლაზერით რომელიც არტოვებს არაზიანებს საერთოდ კანს. ანუ ლაზერული სხივა არა, ეხლა აგიხსნით, ლაზერული სხივა შედის კანის ქვეშ და თვითონ პიგმენტს შლის მოლეკულებზე და მე თვითონ ორგანიზმს ლიმფას ამოყავს ეგ პიგმენტი და თვითონ საღებავი არის კრისტალიზებული. ანუ მიკროსკოპით რო დავხედოთ, თვითონ საღებავი და ქვნილია, как порошок. ხო და ამის ამოყვანა სჭირდება რამოდენიმე სეანსი. მეახლობით მინიმუმ 5 სეანსი არის საჭირო, მაქსიმუმ 9-10 სეანსი, რომ მთლიანად მოიშორო ტატუ. და მიდევს ნამუშევრები უკვე მთლიანად მოშორებული, საერთოდ არაფერი არ ეტყობა. უბრალოდ მაგას სჭირდება დრო. ყოველ თვეში ერთხელ გეთდება ეს ტიპის სეანსი. მტკივნეულია ეს პროცედურა? ნუ თითქმის იგივეა როგორც სტატუს გაკეთება. ამბობენ რომ ბევრად უფრო მტკივნეულიაო და ანუ ეს ტყუი. ყველას სხვანაირად ტკივა, იმიტომ რომ ზოგ სტატუს საერთოდ არ ტკივა, ზოგს მაგრად ტკივა, ხო? იგივე ვარიანტი. კონცენტრირდა ნუკაზე ახლა ინტერვიუ 5 წუთი და აღარ უნდა ვილაპარაკოთ თან. ჰანტერ ტომპსონს ამეკლე ჟურნალისტია. წერალი აქ ეგეთი სტატია შეუკვეთეს სტატის დაწერა და არ აქვს არანაირ თემა. ამიტომ გადაწყեց რომ თავის გოგო წაიყვანო სტატუს სალონში და გაუკეთო სტატუ და ამას აღწერს მთელი სტატიის განმავლობაში. რა შენს დაახლოებით რაღაც ესეთ ექსპერიმენტს აკეთებს მგონი ჩვენთვის. ხო თქვი არ მტკივაო, მაინც მტკივა. არა ხო რაღაცა მაინც ის აქ რა ნერვიულობ. ხო და გაყუჩებაზე ლაპარაკობ. ლადო შენ
იყუჩებ ხოლმე ესეთი მიჩვეულია უკვე რომ საერთოდ აი ამ ადგილას არ ტკენია ნეკნების არ ტკენია მაგრამ მე მგონი გიყუჩებდნენ და არ იცი არა კერდზე მოვყავდი კერდი გავიკეთე გაკუჩების გარეშე და ვერ გაუძელი რომ დამემთავრებინა ნახევარი მაგდაწყებული და ხანი დაგჭირდა ამაზე 1-4 საათი ალბათ მაგრამ კიდე დაუმთავრებელია ბრასლეტები არის გასაფერადებელი, ერთი ბრასლეტი უნდა დავიმატო და აქედან სამკუთხედებია გასაკეთებელი, რა ძალიან და ეგ რას ნიშნავს რა თქვი? იცი რა არის, ანუ აქ მეხატა სამურაი, რომელიც დამახატა ძალიან ცუდად, რა და ესე სტილს ქვია black work-ი. ანუ უბრალოდ რაღაც სხვადასხვა შავი ფიგურები არის, რა და გადავაფერა და ის და თან ძალიან მომეწონა ეს ნახატი, მე ნახევარი მე თვითონ მოვიფიქრე, ნახევარი ამოუკრიფე და საბოლოო ჯამში რომ გავიკეთებ, კარგი გამოვა, იმიტომ ეს კუბიკების გასაფერადებელია, რომ გავიკეთე, დატო მეორე დღეს მოვიტეხე ხელი და გიფში მედო და რაღაც სულად შემიხოცდა და სადღაც გარდაცვლა და ასე შემდეგ და ბევრი სამუშაო მაქვს. აქ რაღაცას ხედავ კიდე. აქ მაგ ვიოლინოს გასაკები და ბანის გასაკები და ერთად გამოდის, კი არა და ხო, ერთად გამოდის ვიოლინოს გასაკები. ანუ ნოტა და ბანის გასაკები მაქვს და ვიოლინოს გასაკები გამოდის. საფორტეპიანო საკომპოზიტოროზე ჩავაბარე და ერთი დღე მივოდი და იმის მერე არ მოსწავლია, მაგრამ მანამდე მოვასწარე. თავარია ტატუ გაიკეთე. კი, იმაზე რომ რაღაც ერთ თუ გაიკეთებ, მერე შეყოლა იცის და კიდე გინდება და გინდება შემთხვევაში ესე იყო. იცი რა არის, ანუ ორ მხრივად შეგიძლია მაგას მივუყირა. ერთი მხარე არის რომ მოდაში ახლა ძალიან და ატომინდა და აზი არ არის რა უნდა და მეგობრებთან ერთად არჩევენ და 500 კაცს ეკითხებიან და მერე იკეთებენ რა. ეგ არის ჩემი აზრით სისულელი და მეორე ვარიანტი არის მართლა რომ რაღაცა გულით კიდე და შენ თვითონ ჩუმად რო შეარჩევ და არავის რო არ ეუნები და რო გააკ და გააკ. და შესაბამისად როცა მართლა გულით შეყვები და შეყვები, მაგრამ მეორე კატეგორია ერთ სტატუსს გაიკეთებ და ის ექნება მთელი ცხოვრება და მგონი ეს ჩემი ბოლო ტატუა. საუბრობთ მე მოშორებენ კიდევაც რომ გაიგონებენ რომ არც შეიძლება მოშორება. არა, მოშორება. იმიტომაც ვიკეთებ ისე ტატუების კვლევა, ანუ იმენის სხეულის ენის, აი თუნდაც რაც იყო აი ციხეის ტატუირებები, ძალიან ბევრი ალბომი არსებობს და ძალიან ბევრი მკვლევარია, ვინც იკვლევს თქვა ამას. ამათ მნიშვნელობებს როგორ კითხულობენ ამათ ცხოვრებას, ამათ სხეულის ტატუების მიხედვით რა. არის რაღაც ძალიან ღრმა და თვითონ ტატუს ისტორია. საიდან მოდის ხო რაღაცა უძველესი დროიდან. და ანუ მაინც აგონიათ რატომ გაუჩნდა, რატო გაიკეთა პირველი ტატუ ადამიანმა. ნუ ეს იყო რაღაც რიტუალური დანიშნულებისთვის, მაგრამ მაინც ანუ ეხლა რატოა ესეთი რაღაცა თვით გამოხატვის ამა გითხარი. ერთი არის ალბათ რაღაც რელიგიური თვალსაზრისი. ხო, ანუ ეგ იყო, მაგრამ ეხლა როცა ეგ მნიშვნელობა დაკარგა. რა აი სანადირო და სადღესოდაბიან ხო სულ იღებებიან სახეზე რაღაცა ისმე რა. ვიღაცება გაიკეთეს და გაიკეთეს რა დაიწყოს რა მაგრამ სულ ნადიროსა და რა ყოველდღიურად ვითხრუპნოს თუ რაღაც არ ვიცი. მოვჩით? ესე უცბად. მართლაც რომ 2 წუთში დაუმთავრებია, მაგრამ მე მომწონს ძალიან და თქვენი აზრიც მაინტერესებს. ჩვენ ვერ ვხედავთ. მოვტრიალდები ახლა. და აქ რო გემი და მე მგონი ყოლად ნერვიულობდი, იმიტომ რომ არ აქვს. ამაზე გამოვიდა. ოი რა ძალიან მოიწია. კამერებსაც ძალიან ლამაზია. მიტრიალთ კამერებთანაც. რომთან? აი პირდაპირ. მაგრამ მე მგონი ყოლად ნერვიულობდი, რაღაც არც ტკივილი გემჩნეოდა ყოველ შემთხვევაში, ან ისე რა ანდრეის კითხე როგორ კანკალები. კი რა თქმა უნდა გაივლის, იმიტომ რომ ნუ ახლა მაინც კანი ოდნავ დაზიანდა და გაუგზავნა. რამე სპეციალური მოვლა სჭირდება? კი, მოვლაზე რა გიხსნით, ანუ არსებობს სპეციალური კრემები, რომელსაც მე ვატან ჩემ კლიენტებს, ანუ ეს კრემები მზადდება სპეციალურად ჩვენი სტუდიისთვის, რომელიც შეიცავს D ვიტამინებს კანისთვის, რომელიც ძალიან კარგად აღიდგენს კანს და არ კარგავს პიგმენტი თავის ფერს. და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა წავისვა ეს? დღეში 3-ჯერ 10 დღის განმავლობაში უნდა წაისვა და ეგზალება მზე, მზის სხივების რამდენი ხანი მზის სხივები? 10 დღე, 10 დღის განმავლობაში. ანუ ზაფხულში არ უნდა გავიკეთოთ. არა, შეიძლება უბრალოდ უნდა მოუვაროთ. ალბათ ზევებიც არ უნდა გადავიკრათ. ზამთარი არის ცუდი, იმიტომ რომ ბევრი გასვია და გეწებება ეს ტასაცმელი და გაწუხებს და ცხელა და ასე შემდეგ. ზაფხული არის ცუდი, იმიტომ რომ ზეზე ვერ გადიხარ. გაზაფხული შესაბამისად უკვე ეს პერიოდია, რომ გახტარდება. შემოდგომა არის აი ტატუს გასაკეთებლად იდეალური სეზონი. შვენიერი დრო შემირჩევია, ხო?
კი, დიდი ტატუს გაკეთება ჯობია, რა თქმა უნდა, ზამთარში, ვიდრე ზაფხულში. ეხლა ჯერ არ ვისვამთ იმას? ისე წაგისვი ახლა კრემი და ნუ კაი სამახსოვროდ ტატუს ხილში შეიძლება დიდი მადლობა. არა, ბოლო ტატუა ამბობს. არა მე სერიოზული ფეტიში მაქვს. მადლობა ნუკა ესეთი თავგანწირვისთვის. მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ჩემინებით არასდროს არ მივიდოდ და ძალიან მინდოდა ყოველთვის ამის გაკეთება. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ანდრეისაც, დიდი ანდრეის, მადლობა. დიდი მადლობა ანდრეის. ნუკას, ლადოს და ჩვენ ხვალ 12 საათზე დავბრუნდებით და მოკლედ მიქსერი ატუებით ამთავრებს ღეონდელ გადაცემას. დიდი მადლობა და ხვალამდე. ნახვამდის.